ახლა მე ვარ უღრან ტყეში, სადაც ვაპირებ რომ გავჩერდა ერთი დღე. მაგრამ არის ერთი პრობლემა. აქ არიან გარეული ცხოველები, რომლებიც ძალიან საშიშები არიან. და თან მე კემპინგის აზზე არა ვარ. ამიტომ ჩემს მეგობრებს ვკითხე რამოდენიმე რჩევა, რომელსაც გავითვალისწინებ აქ დასარჩენად. ესენი არიან ჩემი მეგობრები, რომლებიც არიან გამოცდილი მოლაშქრეები და მომცემი რჩევებს თუ რა უნდა გავაკეთო ჩემს პირველ ლაშქრობაში. პირველ რიგში გეტყვი იმას, რომ წაიყოლო ადამიანი, რომელმაც იცის ასე თუ ისე ის ადგილები და მიმდებარე ტერიტორია და გამოიცანით მსგავს ლაშქრობაში ვინ წავიყვანე და სწორი პასუხია გამოუსთელის ვიგო. რჩევა იყო, რომ ვინმე გამოსილი ადამიანი წავამეყვანა, ვისაც გზა ეცოდინებოდა და მე ეს შევარჩიე, რომელმაც აზი არა სად მივდივართ. აბა გზა საით მიდის. ეს გადაწყვეტილება შემდეგ სანანებელი გამიხდება. მაგრამ შანსი არ დავშვები. აქ მე არ დავშვები. აი არ დავშვები და მორჩევ, სიო. ლახან ლაშქრობაში მივდივართ, რა თქმა უნდა ლაშქრობაში მივდივართ ფეხით, შესაბამისად ფეხსაცმელი უნდა შევარჩიოთ პირველ რიგში. და ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა იყოს კომფორტული, არის რამოდენიმე კილომეტრი უნდა იაროთ არ რთულ რელიეფზე და შესაბამისად ფეხსაცმელი აუცილებელია. და ეცადო რომ იყოს მუქი და დახურული ფეხსაცმელი, იმიტომ რომ შეიძლება მოგიწევს წყალში და ტალახში გავლა. პირველი შეცდომა რაც არ გავითვალისწინე, ჩემი შეცდომა უბრალოდ რჩევა იყო რომ თეთრი ფეხსაცმელით არ წამოვსულიყავი და საკემპინგოდ ყოფილიყავი მზად და მე წამოვედი ჯინსებით და რა ვიცი მოდელივით ვარ აქ და თეთრი ფეხსაცმელი რატო არ უნდა ჩამეცვა, იმიტომ რომ შუა გზაზე მოდის პატარა მდინარე მოედინება აქ და ეს დასაწყისია. დაახლოებით გვაქვს 3 კილომეტრი გასავლელი 3.5, მაგრამ ზევით არის ძალიან ცუდი გზა რა. როგორც ვიცი, წლების წინ ვიყავი აქ. სწორედ წლების წინ გამიშთა სურვილი რომ მსგავს ლამაზ ადგილას ერთ დღე გამეტარებინა, თუმცა ჩუ? ნუ აქ რადგან შორტები არ მაქვს, მომიწევს რომ ცოტა ჭკუა ვიხმარო და მაგრად მძღელა. მაგრად რჩევა იყო რომ რაღაც კომფორტულად წადიო და ყველაფერი წამოვიღე რაც გქონდა, შეგნით ყველაფერი მილაგიე. ვაფშე ყველაფერი რაც დამჭირდა შეიძლება გადმოვიდე აქ საცხოვრებლად. გზა თუ იცი, გზა საით უნდა წავიდეთ. მე რას ვფიქრობ, იცი? ის დაღმართია და ეს არა. ამიტომ აქ წავიდეთ. მე მეძახიან ადამიან GPS, იმიტომ რომ არ მეშლება გზები. უაცრავად. საით უნდა წავიდეთ? იქით, ანუ ჩვენ 3000 კილომეტრით ზევით უნდა წავიდეთ და ქვევით რატომ მივდივართ? აი აქ ჩემს ინსტინქტებს ვიგოარენდო და შეცდა კიდეც. გვეუნები ადამიანს. წავიდეთ იქით, ანუ ადამიანი შეხვდა აქ. კიდე კაი რომ შეხვდა, თორე იქ არ ვიცი სად მივდიოდით, ვაში უღრან ტყეში ავყავდით რაღაც. ხელი შეხვდა, რომელსაც გითხრა რომ არასწორი გზით მოვდიოდით და ხა უკან უნდა ჩავბრუნდეთ და ცოტა კიდე დიდი გზა გავიაროთ, ცოტა რა, 20 მეტრი გავიარეთ. ხო, ბიჭებმა ასევე გამაფრთხილეს, რომ წყალიც წაგვეღო. ან იქვე ნაკადულებზე აგვებსო ბოთლებით, თუმცა ნაკადულის წყალი მე დასალებოდ უარგისი მეგონა. არა, ბიჭო, ეს წყალი არის მეო. გავოსო და გქონდეს. დამიჯერე, იქ არის წყალი. ხო, ზემო წყალი ნამდვილად არა, რაც შემდგომში პრობლემებს გამოიწვევს. დამიჯერე, იქ არის წყალი. დამპანი, გავოსოთ რა შიგინა, მე წამოვიდე, გავოსოთ და მე წამოვიდე. დამიჯერე არის, ბიჭო, ასასვლელთანაა წყალი. ვინ არის ის ხო არის გავოსო? თუ იქნება ჩამოვტრიალდები და ავიღებ წყალს. მარტო ჩამოტრიალდები. რა თქმა უნდა. რაც ზემოთ მივდიოდით, მით უფრო ნაკლები სუფთა წყარო გვხვდებოდა და იყო იმის შანსი, რომ წყლის გარეშე დავრჩებოდით. აუ, ამ წყალის დალევა მეშინია. არ მიჯერებს ეს კაცი და აქ უნდა ავაუსაო და მე ამ წყალს ვერ დავლევ. მეშინიო ბიჭო. შენ უდალევ რა. ვინმე დაძალებს? მე ვერ გაურისკავ ჯერჯერობით, მაგრამ კაიცივი წყალი ჩანს. ჩვენ გაგვაფრთხილეს რა. სასმელი წყალი მოიპოვება აქო და ცოტა წაიღეთო და ცარიელი ბოთლები და შენ მაგას არ დავლევ. ცოტას დავლევ. დინარე მოდიოდა ძალიან ანკარა წყინვალე მდინარე იყო. დასაწყისში იმიტომ არ წამოვიღოთ ბევრი ბოთლი, რომ ვიფიქრეთ რომ ძიმე იქნებოდა და იქ არისო წყალიო, 200 მეტრშივეო არის წყალიო და შეგიძლიათ გავავსოთო. ბატონ შოთას უთხარი რომ მეთქი წყალი გავავსოთ აქედან მაინც. რა იცი რა ხდება თქო? არა, კაცო იქო არისო წყალიო, წამოწავიდეთო. მოვედით ბატონმა შოთამ ასეთი სიტყვების თქვა. თუ იქ წყალი არ დაგხვდა, მე ჩამოვალ და ამოვიტან იმ კონკრეტული მდინარიდან წყალს. რომელიც არის დაახლოებით იქ. ძალიან შორს. მეტიც არ მინდა იქ წყალი არ იყოს. აი, ბოლო წყალს მევსო. იდეაში ეს ადამიანი იწო წამოყვანა რომ დამხმარებოდა წყალი დამილია ბოლომდე. მე გეხმარებოდი.
შემეშინდა რომ წყლის გარეშე დავრჩებოდი და ნაკადულზე მეც მომიწია წყლის გავსება. თუმცა წყლის გარდა შემექმნა კიდევ ერთი პრობლემა. თავიდან რო გითხრათ რა. სანთებელა არ წამოვიღე. რითი დავამონთო ზევი ცეცხლი. ცეცხლის გარეშე ვერ მომამზადებ საჭმელს და რაც ყველაზე ცუდია ვერ დავიცავთ გარეული ცხოველებისგან თავს, რომელთაც ცეცხლთან მიახლოვების ეშინიათ. შესაბამისად ღამით დაუცველები ვრჩევით. გამარჯობა. ძალიან ცოტა. შემთხვევით ზედმეტი ასანთი ხო არ გექნებათ რომ გაგვატაროთ. გადავწყვიტე ტბაზე ამოსული ადამიანებისთვის მეთხოვა სანთებელა რათა ღამით ცოტათი დაცულად მაინც გვეგზნო თავი. აი, მოვედით მეგობრებო. და იმედია ისევ ისეთი ლამაზია როგორიც მახსოვს რა. შემთხვევით ზედმეტი ასანთი ხო არ გექნებათ. ვახ. აუ, მადლობა ძალიან დიდი. სანთებელა ვიშოვე, თუმცა შეგვექნა ყველაზე დიდი პრობლემა. ფილათი ყავი და ფილათის თავის ველები. დინა. ცეცხლი არ ჩააწყო, და არ მოგიტანე. დათვები დადისო ბიჭო ბელები თუ. გიდა გარიბა შენა. კაცმა სანთებელა მაჩვენეს თო. ინქება კიდე. შენა თუ გინდა. მე არ დავშევ. რა შატრიალდება ბიჭო. დათვი ველები. ჯიში ხო არ ეს იგი ნანა. ჯი ხო არ ხარ? აქვე დადისო თან. ჩემი კაი აქ ვერ დავშევით, მომ მართლა გეუნები. ზვიგოს დათვების გაგონებაზე ძალიან შეეშინა და გადაწყვიტა მტკიცედ რომ ამ ტყეში არ დარჩებოდა. მე ვენდები იმ ადამიანებს და საერთოდ არ მინდა გადაჩენა. თუ გინდა დაქტორ და წავა. და შეიძლება გაჩერებაც კი არა. არ დავშევი. აქ მე არ დავშევი. აი არ დავშევი და მორჩი, всё. ლავაზია ის კეთო. თუ გინდა საჭმელი შევჭამოთ ცეცხლი, ამოთით ფოტოები გადავიღე ხავე და აი გოლდენაუერზე გადავიღე და წავიდეთ. ვიფიქრე იქნებ რამენაირად ზვიგო დამეთანხმებინა აქ დარჩენაზე და ჩემი მოლაპარაკების ხილები ნახეთ. კაცი მოდი რომ გითხრა რომ აქ ხილები ყავითო. დაცდების ბელებთან ერთად. ხილად იყავით შიგნით არ შეხვიდეთ ტყეშიო ბიჭო. აქ არ მოვა დაც რა უნდა. ანუ აი წარმოვიდგინე. თოფი არ გვაქვს. არაფერი არ ვიცი, დაც რო გადავეყაროთ რა უნდა ვქნათ. თან ბელებთან ერთად სამჯერ მეტად აგრესიულია, რაც დაგვარიგეს. დათვებსა და სხვადასხვა ცხოველებზე უკვე გაფრთხილებული ვიყავით ჩემი მეგობრების მიერ. ანუ ამ ტყეში ბინადრობს დათვები, ბინადრობენ მგლები, საკმაოდ საშიში ცხოველები არიან და ეხლა რახანც არის გამრავლების პერიოდი, შეიძლება გადააწყდეთ ამ დათვის ბელს, ან მგლის ლეკვს და დამიჯერეთ ეს გაცილებით უფრო საშიში არის, ვიდრე თვითონ დიდ ცხოველს გადააწყდეთ, იმიტომ რომ პატარა ცხოველთან აუცილებლად იქნება მისი დედა, რომელიც გაცილებით საშიში იქნება. ეს თქვა და არ გამიმართლა და ბელებთან ერთად დედაც იქვე აღმოჩნდა. რა შემიძლია ამ დროს გავაკეთო? რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიქცე. ესე გადაწყდა რა. ჯერ ვერ გავიგეთ რჩებით თუ არა, შროთამაც ვერ გაიგორჩება თუ არა. ერთი ამბავი ისე რომ ძალიან ქვშია. გადაწყვეტეთ პატარა ცეცხლი დაგვენთო და წაგვეხემსა. ამ პერიოდში კი ვიფიქრე რომ შიში შესაძლოა ზვიგოს გადასვლოდა და უღრან ტყეში ერთი დღით დავრჩებოდით. ზემო სამკუთხედი უნდა გავაკეთო, რა. უიცი ბიჭო ხავს უკიდებ ცეცხლი. ცეცხლის დანთება უიცი. ხავსიან ტოტებს უკიდებ. როგორ ჩანს ტყეში არა მონია გავჩერდეთ. იმიტომ რომ ზვიგანგა შეეშინდა ყველამ დაუწეროთ. ზვიგანგას კომენტარებში თუ რამ შიშარაცა. არა ზვიგო ცოტა შიშარა გამოდგა, გადავწყვეტა რომ ვერ ვჩერდებით, მარტო ვერ გავჩერდები აქ შანსი არა. რომელიც თან შიშარას ვეძახი და თან შიშარა ადამიანთან ერთად გინდა სადმე დარჩენა და ფიქრობ რომ ეგრე უკეთესია. ნებისმიერ ადამიანი რო იყოს გავჩერდებოდი. ნებისმიერ ადამიანთან. მარტო ვერ კომენტარი დაიწერო. კომენტარებში რომ დაგვიწეროთ, რა შეხედეთ, ელემენტარულად განიხილეთ. ადამიანი ამბობს რომ არ მეშინიაო და შენ რო არ რჩებიო, მაგიტო არ ვრჩები მეო. და მე მემაბრალებს იმას რომ არ გამოვიდა აქ დარჩენა. მაგრამ რეალურად მისი ბრალიც არის, ჩემი ბრალიც არის, ვაღიარებ, უბრალოდ 3%-იანი შანსიც რო იყოს, რომ აქ დათვი თავის ბელებთან ერთად გამოვიდეს. ზეფირი ვჭამე და წავედით ტყიდან. და თქვენ გონიათ ასე მარტივად დავასრულებ ვიდეოს? კვლავ დავბრუნდით ტყეში, თუმცა ამჯერად გამოსთილი მოლაშქრეები წამოვიყვანეთ, რომლებიც ღამით გამოცდას მოგვიწყობენ. ზე დავალება მომცეს. ჩვენ უნდა წავიდეთ შეშის მოსაზემნად. ყველაზე ცუდი რამ რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ. ტყეში დატოვო ნაგავი ასე. ყველამ ტრაკის ემოჯიები გავსპამოთ კომენტარებში. ამ შემოქმედების ავტორებს მიუძღვნათ. ამას რა თქმა უნდა ავიღებთ ცოტა ხანში. შეშა მოსაზემნი. ლიზლობით ნახეთ ცოტა შეშა და დამაინტერესა გამოსილი მოლაშქრების აზრი, რამდენად კარგად შევასრულე ეს დავალება.
კითხვა გაჟღერდა შემდეგ ნარი. მაყოფილები ხარ თუ არა მისით. 50-50. რა 50-50 ის კადრები გავიხსენოთ. არა გქო გადაღებული 20 ჯერ დაისვენე. კომენტარებში დამიწერეთ. ეს არის თუ არა ცოტა შეშა. შეშა არა. მოკლედ დღეს ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ ხდებოდა, რაც შეიძლება YouTube-ისთვის გადაგვეყო და ამიტომ ასეთი ჩელენჯი მოუფიქრეთ ჩვენ თავს გამოცდა. უბრალოდ მაგიმდა ჩვენ მეგობრებმა გითხრეს, რომ გვთავაზეს, რომ მოდი ტყეში წადით მარტო და დაამარცხეთ თქვენი შიშები. წავიდეთ? სხვა გზა მაქვს რამე. აბა დროები ძმებო. კაიგე, წყალი არ ჩავცვიდეთ. სად ვიდიხარ, წადი. მე ამასობაში იმდენი დამწინეს, რომ ჩემი ტყის ფობია დაუძლიერა. საერთოდ აღარ მეშინია ნული შიშის გრძნობა. ცოტა ხან ვიბოდიალეთ ტყეში და სრულიად გაგვიქრა შიში და ხუმრობის ხასიათზეც კი მოვედით. ზიგოს დავაძლევინე შიში. ასე გამოვიდა. ანუ ტყეში ივლი ხოლმე მარტო. სრული არ მაქვს, мотиваცია არ მაქვს და. მოკლედ კომენტარებში დაუწეროთ. ზიგო შემშიშა. ნახოთ რომელი უფრო მეტი იქნება, ზიგო შემშიშა და ზიგო შემამაცო. დავამარცხები მგონი ეს ფობია აღარ მეშინია. იქანაც არ მეშინოდა უბრალოდ ვიდეოსთვის ვერთობოდი რა ესე და მე ვაბუქებდი უბრალოდ, თორე კი არ მეშინოდა მართლა. წამო ეხლა მართლა ტყეში შევიდეთ. მაინც არ შემეშინდება რა აზრი აქვს. მედია ბიჭებს არ შეეშინდებათ, მაგრამ სავარაუდოდ საშიშროება იქნება. ეხლა სადაც აქ ვართ დამონაკებულები, იმდენად საშიშროება არ არის, მაგრამ ტყეში სიღრმეში რო შევალთ, ნახოთ აბა რა გამოგვივა. და რომ შემეშინდეს მაინც ყარად დავდგები. ამდენად ხუმად ვართ ტყეში. არ თუ ისე ღმა. ბიჭო არა ეს მინდა შემოტარე. კომენტარს გაგვიკეთებთ კამერამენ ნომერ 2. ხიარულად ტყეში არასდროს არ ყოფილვარ რა. თქვენთან ერთად ვარ მხნეთ. თქვენ გარეშე ზიგოს რო ყოფილიყავი, მაგრამ არა მგონი მხნეთ ყოფილიყავ. ბიჭო რა უნდა შეხვაში? არ ვიცი, ვაფშე არ მეშინია რაღაცები მივდივარ. მოკლედ ფობია დაუძლიეთ და გავატარეთ ერთი დღე უღრან ტყეში და თქვენ თუ კიდე დამიფასოთ ეს ამბავი, გამოიწერეთ არხი, მე გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.